მე არა ვარ არც მენშევიკების და არც ბოლშევიკების გენერალი, მე საქართველოს გენერალი ვარ. ასე უპასუხა გიორგი მაზნიაშვილმა სერგორჯონიკიძეს, როდესაც მან იგი კანონგარეშედ გამოაცხადა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კასპის რაიონის სოფელ სასირეთში, სადაც დაიბადა და აღიზარდა გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. გიორგი მაზნიაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოჩენილი მოღვაწე, წმინდა გიორგის ორდენის კავალერი. გენერალის წოდება მამების რუსეთის არმიაში მიიღო, სადაც მას მაზნიევის გვარდის ჰქონდნენ. გენერალი, რომელსაც თამამად შეგვიძლია უწოდოთ უშიშავით არცა უხორცო, დაიბადა 1872 წლის 6 მაისს კასპის რაიონის სოფელ სასირეთში. სამხედრო განათლება რუსეთში მიიღო. რუსეთ-იაპონიის ომში უკვე გენერალის ჩინით მონაწილეობდა. ის იყო ნამდვილი საველე მეთაური, რომელსაც შეეძლო ბრძოლის ველზე ხელმძღვანელა როგორც დივიზიისათვის, კორპუსისათვის და ასევე არმიისათვის. პირველი მსოფლიო ომში მონაწილეობა მისთვის უდიდესი გამოცდილება აღმოჩნდა. დაჭრილ მაზნიაშვილს, რომელიც ჰოსპიტალში იწვა, იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ქალიშვილები უვლიდნენ. ჰოსპიტალში მოინახულა თავად იმპერატორმა და რუსეთის უმაღლესი ჯილდო, წმინდა გიორგის ორდენი გადასცა. პირველ მსოფლიო ომში იგი დასავლეთ ფრონტზე იბრძოდა და განსაკუთრებით თავი გამოიჩინა ვარშავისათვის წარმოებულ ომებში, რითაც მან გენერალ-მაიორის წოდება დაიმსახურა და ოქროსი არაღით დაჯილდოვდა. 1918 წელს ბრესტის ზავის თანახმად თურქებმა ბათუმი დაიკავეს. შემდეგ შეთანხმების დარღვევით გურისაკენ განაგრძეს მოძრაობა და ოზურგეთამდე მივიდნენ. მაზნიაშვილმა შეკრიბა სამხედროები, პარტიზანები და 6 აპრილს მდინარე ჩოლოთთან გამგზავრდა ბრძოლა გაუმართა თურქებს. ჯაშნოსანი მატარების დახმარებით ისეთი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგეს, რომ ხელი აიღეს წინსვლაზე. 1918 წლის ივლისში, როცა აფხაზეთში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია, გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად. აფხაზ ბოლშევიკებს სურდათ სოხუმის აღება და ბოლშევიკური რესპუბლიკის შექმნა. გენერალმა სოხუმში თავიდანვე მოახერხა ერთიანი სამხედრო ხელმძღვანელობის ფორმირება. ადგილობრივი მოსახლეობისაგან ჩამოაყალიბა 300 კაციანი ცხენოსანი ჯარი, რომლებიც ქართველებთან ერთად იბრძოდნენ ქართველების გასათავისუფლებლად. გენერალმა მოახერხა აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენა, მან ტრიუმფით გაიარა მთელი აფხაზეთი, გადალახა მდინარე ფსოუ, დაიკავა საჭის რაიონი და მიადგა ტუაფსეს. აქ ხდებოდა ქართველთა სახმელეთო და საზღვაო არმიის კომბინირებული შეტაკება ეგრეთ წოდებულ კაზაკებთან, რომლებიც აფხაზი ბოლშევიკების გვერდით იბრძოდნენ. 1918 წლის 27 ივნისს გენერალის ბრძანებით საზღვაო და სახმელეთო შეტევა განხორციელდა გუდაუთის მიმართულებით, რაც მოლოდნელი აღმოჩნდა მტრისათვის და მათი დამარცხება გამოიწვია. ზარალის გათავისუფლდა გაგრაც საქართველოს თავრობას შეთანხმებით ქართველები სოციალურად დაიძრნენ და ტოფსში შევიდნენ. მათ ჰქონდა უსაფრთხო მოითხოვა აღმოსავლეთ ტერიტორიების გათავისუფლება. აღსანიშნავია ის, რომ ამ პერიოდში არ შეეძლო ქართველების იარაღით გამარაგვა. ამ პერიოდში აღსანიშნავია დატას პოზიცია საქართველოს სამმართველოში, რომლის მიხედვითაც არსებული ტერიტორიები ინტერლოზნად უნდა გამოცხადებულიყო. თუმცა როგორც კი მაზნიაშვილი უკან დაიხია, თეთრგვარდიან დენიკის მეთაურობით აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. ამის მიუხედავად დიდი გენერალის ოპერაცია ბრწყინვალედ შესრულდა.
მაზნიაშვილი ქართლის ოლქის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა. იმავე წლის ნოემბერში საბჭოთან წარმატებულ ბრძოლებში ქართველთა ჯარის გარნიზონის მეთაურია. 1919 წელს კი გენერალი ნიშნება ახალციხისა და ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორად. 1921 წელს რუსეთის შემოჭრისას იგი სოღანუღის დაცვას ხელმძღვანელობდა. ამ ბრძოლებში მან უდიდეს წარმატებას მიაღწია. ერთად იბრძოდა და მამაც ქართველ იმპერატორთან ერთად 2000 სიტყვაც ჩაიგდო ხელთ. 1921 წლის მარტში, როდესაც თურქებმა კიდევ ერთხელ იგდეს აჭარა ხელთ, ქართველმა ბოლშევიკებმა დახმარებისათვის გიორგი მაზნიაშვილს მიმართეს. წლის გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა წითელი არმიის ქართული დივიზიის მეთაურად. ხოლო ივლისში ფეხოსანი ნაწილის ინსპექტორად. მიუხედავად მისი დიდი ღვაწლისა, 1923 წელს მას ბრალი წაუყენეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის წარმოებულ აჯანყებაში და სიკვდილი მიუსაჯეს. მიუხედავად ამისა, 2 წლის შემდეგ იგი გამოვიდა და ირანში გადასახლა, საიდანაც საფრანგეთში წავიდა და პარიზში დაიდობინა. მან ვერ შეძლო საფრანგეთში ცხოვრება და საბჭოთა კავშირთან დიხიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება. აქ მას დიდი უსიამოვნება დახვდა, არაძებდნენ სამსახურს, არ უნიშნავდნენ პენსიებს, ამიტომ იგი იძულებული გახდა მშობლიურ სოფელში სასიძვით შესახლებული იყო, რაც იგი ოჯახს სოფლის მეურნეობით არჩენდა. ამჯერად მისი ბედი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენი თანამშრომლობდა საბჭოთა კავშირთან. ამის მიუხედავად, იგი შეურიგებელი დარჩა იმ იდეოლოგიის და წყობილებისა, რომელიც საბჭოთა კავშირმა დაამყარა. ამდენივე დაყოფის და განხორციელების შემდეგ საბოლოოდ დააპატიმრეს. 1927 წლის რეპრესიების დროს მისი გენერალის ვაჟი დააპატიმრეს. ხოლო შემდეგ თავად გენერალის დახვრიტეს ყოველგვარი გასამართლებისა და გამოძიების გარეშე. გიორგი მაზნიაშვილის დასაფლავების ადგილი დღემდე უცნობია. ალბათ ნანა, მოგესაუბროთ, რომელ წელს მოხდა ამ სახლ-მუზეუმის აღდგენა რესტავრაცია. გიორგი მაზნიაშვილის სახლი გადაეცა კასპიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს 1990 წელს, ხოლო მისი აღდგენა რესტავრაცია მოხდა 2006 წელს. და როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს გასაგებია რო აქვს რამდენად დიდი ფუნქციას ასრულებს ესეთი ტიპის ინფრასტრუქტურები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისთვის? ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ბოლო ხანებში საკმაოდ ახალგაზრდები მოდიან ჩვენი მუზეუმის მოსანახულებლად და აქ მინდა ვთქვა, რომ ტრიალებს გიორგი მაზნიაშვილის გმირული სული და ძალიან ბევრი თითქმის ყველა მის აღფრთოვანი გასაწევრო ჩვენსტი კარგი წინაპარი ყავდა და ეს გვაძლევს სტიმულს იმისას, რომ ჩვენი მომავალი თაობა აღიზრდება აი ამ კაცის რწმენით მართალი, ალალი, უშიშარი, დაუმარცხებელი გენერლის რწმენით და ჩვენი თაობები იქნებიან ისეთივე ღირსეულები, როგორებიც უნდა ვიყოთ გიორგი მაზნიაშვილის თავმაღლებით ჩემი აზრით. გასაგებია და ამდენ აქტიური სტუმარად ნახველი ყავს ამ სახლ-მუზეუმს. შორის ძალიან ბევრი მოსწავლე ახალგაზრდობა მოდის და მე მიამაყება, რომ ახლახან სიუხმეებშია ჩამოსული უცხოელი ემიგრანტის შვილები და მათ დიდი სიხარული, დიდი აღფრთოვანებით მოისმინეს ეს ინფორმაციები გიორგი მაზნიაშვილის ადამიანების შეგვინარჩუნა ჩვენ აჭარა. მისი ლომის წილი მიუძღვის მას, რომ ჩვენს რესპუბლიკის შემადგენლობაში არის აჭარა და ბავშვები წავიდნენ ძალიან დიდი პათოსით, რომ ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ ვიქნებით ყოველთვის ძლიერი ერი. პარადოქსული დროის გენერალსა და დიდი ქართველი სარდლების უკანასკენ მოხიკანს და კარგ უსაფლავში მაინც მეტად ჩაყვანდებს და დატოვებული სიტყვები სიცოცხლე სიკვდილით ამთავრდება. თორთი გაბრაზებული თაობა დამხრეთს მეორე დღით აღმადგენსო. გიორგი მაზნიაშვილი უპასუხეს, რომ ის იყო კანონიერად დარჩენილი. მაგრამ როგორ იყო დარჩენილი? ეს საფრთხე აი მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით მოვიძიეთ ჩვენ. დახვრეტის აქტები დღეს ეს აქტები მუზეუმში არის. 17 წლის 9 სექტემბერს დახვრეტიდან ის დაპატიმრებიდან 4 თვეში დახვრეტეს და მის დახვრეტის აქტს ესაწერენ ცნობილი ჯალათი შაშურკინი და ერთი ორი სხვა და ორი ქართველი არის სხვადასხვა სინსიაში აქტის მეზობლობის სინსიაში რომლებიც ეს არაწესი ეძღება შეცვლა ის ქართველი სახელი აღარ მოაწერეს ეს რაც ფაქტები გახდა რაც დოკუმენტები და შემდეგ აჭარამ მადლიერმა აჭარამ გამოცა თუ არა ვცდები 86 თუ 9 წელში 99 ეს ციგნები დღეს ხელმიუწვდომელია საზოგადო ქართულ საზოგადოებისათვის არის იმის რომ კიდე გამოიწეს ეს ციგნი თავდაპირველი სახით. მე გახლავართ ერთი ჩვეულებრივი რიგითი ქართველი, რიგითი მწერალი, პოეტი, თქვენაირი ადამიანი, თქვენაირი იმიტომ რომ დრო იყო, როდესაც მაზნიაშვილის ხსენება
ქორწინებაზე შეიძლება კაცი დაეპატიმრებინათ და დღეს უკვე დადგა ის დრო, რომ ქართველებმა მოვიკითხოთ, მოვიძიოთ ის სახელოვანი მამულიშვილები, რომლითაც უნდა ვიამაყოთ. მე მიამაყება, რომ იმ ქვეყნის შვილი ვარ თქვენთან ერთად, სადაც მაზნიაშვილი დაიბადა, სადაც მაზნიაშვილი გაიზარდა. მიამაყება და მიხარია, რომ აქ არიან მეომრები, ჯარისკაცები, რომლებმაც საქართველოს ღირსება უნდა დაიცვან და იცავენ აქაც და საზღვრის გარეთაც. და ალბათ მოვა დრო, რომ მაზნიაშვილის შესწავლა სააშკარაოზე გამოდანა მისი გამოღვაწარის უკვე გაუადვილდება ჩვენს მომავალ თაობას. ალბათ დრო მოვა, როცა ჩაჯდება სოფელი, ეს თქვენი სოფელი მთლიანი ხო? თუ სასირეთია. ჩაჯდება იმ მარშრუტში, საექსკურსიო მარშრუტში, რომ მოსავლეები მოვლენ და მოინახულებენ იმ ძველი ისტორიული ძეგლების გვერდით კიდევ მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს. და ალბათ მოვა დრო, როცა საბავშვო სახელმძღვანელო ლიტერატურაში ჩაება მაზნიაშვილის შემსწავლელი და ამსახველი სურათი. გულწრფელად მიხარია და დიდი მადლობა ყველას, მესვეურებს ქალაქის ხელმძღვანელობას, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ ბრძანდებით, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საზრდო და სარჩენი. მე ერთ რამესაც გეტყვით, რომ დასაბამიდან ქართველები ასეთები არიან. ასე მოვდივართ, ასე თვით გადარჩენით მოვდივართ და ყოველთვის როცა ქართველ ხალხს გასაჭირი უდგას, უფალი გვიგზავნის ხოლმე ხან დავით აღმაშენებელს, ხან გიორგი მაზნიაშვილს, ხან გიორგი ბრძკინვალეს. გვიგზავნის ილია ჭავჭავაძეს და გვიგზავნის მეორე ილიას. მე ასე ვიტყოდი, გავიმეორდები, ილია მეორე კი არა, მეორე ილია, რომელიც პრობლემად მოევლინა საქართველოს გადასარჩენად. და ალბათ უფალი არ გაგწირავს და თუ კი გავიჭირდება უკიდურესად, გამოვლინდებიან კიდე ადამიანები, რომლებიც სამშვიდობოზე გავიყვანთ. მე ხარ თქვენს საფათივსაცემო. აი ამ დღისადმი აღსანიშნავად რა დღეს არის. რატომღაც მინდა და დამეთანხმებით, რომ მოდი ეს დღე დარჩეს თქვენ სოფელში ერთ-ერთ შეკრების საზეიმო დღეობად აქციეთ, ზეიმად აქციეთ ეს დღე და დღეს თუ ამ შეკრებაზე და ამ ზეიმზე 200 და 300 კაცი, ალბათ მომავალში 200 და 300.000 კაცი მოვა აი ამ ადამიანის დავსაყოფად. Υπότιτλοι AUTHORWAVE ეს ბედნიერი დღეა სოფელ სასირეთში. თან წუხარებაც არ ყავს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დიდი ქართველი გენერლის ტრაგიკული აღსასრული დღეა. დიახ, 1927 წლის იმ შავნელ დღეს სიცოცხლეს გამოასალმეს. ის ადამიანი, რომელიც საქართველოსთვის იყო ასე ვთქვათ თავგადამკვდარი. ის გამოასალმეს სიცოცხლეს, მაგრამ გიორგი იმ დღეს, ბატონი გიორგი, უკვდავებას ეზიარა. რამე თუ ის ისეთი ადამიანი და ისეთი დამსახურება ჰქონდა მას თავისი მშობელიერის წინაშე, მშობელი ქართველი ხალხის წინაშე, რომ იგი უკვდავებას ეძიარა და ასე იქნება, სანამ საქართველო არსებობს დედამიწაზე. გიორგი მაზნიაშვილი, ბატონი გიორგი მაზნიაშვილი, დიდი ქართველი გენერალი. მე-20 საუკუნის ალბათ უდიდესი ქართველი გენერალია. არა იმიტომ რომ ის ჩვენი თანასოფლელი იყო და ვაქიოდაღალით, არა. მან თავისი საქმეებით დაამტკიცა ეს რომ ის იყო მართლაც უდიდესი გენერალი მე-20 საუკუნის დაწყისისა. შეგვიძლია მოკლედ ჩამოთვალოთ ის წარმატებული საომარი კამპანიები, რომელიც გიორგი მაზნიაშვილმა აწარმოა. ეს იყო თუნდაც პირველი მსოფლიო ომის მსვლელობაში არაერთი გმირობა. განსაკუთრებით საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ დღეებში, როცა ყველაზე მეტად უჭირდა სამშობლოსა რა, ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული ქართული ეროვნული ჯარი. მტერი კიდევ როგორც დღევანდელ დღეს ყველა მხრიდან, მრავალი მხრიდან მესმოდა თავს. ეს იყო ჩრდილო დასავლეთის მიმართულება, სადაც აფხაზის სეპარატისტები მაშინაც აქტიურობდნენ. ეს იყო სამხრეთის მიმართულება, რანაც სომხები დაემოქმედნენ საქართველოს. ეს იყო დასავლეთით თურქეთის მიმართულება, სადაც არაერთხელ მოხდა ესე იგი მტრის შემოჭრა და მე მინდა სიამაყედ ვთქვა, რომ ყველა სადაც კი ესე იგი მონაწილეობა მიუღია ბატონ გიორგი მაზნიაშვილს, ყველგან დიდი წარმატებები ჰქონდა. მტერი ან შეჩერებული იყო, ან უკუგდებული
და რომ არა ეს ფატალური დამხობები, აი როგორც მაგალითად ადგილი ქონდა სომხეთის ფრონტზე რა. სომხები რუსთავს უახლოვდებოდნენ უკვე და ადვილი იყო რომ ეს დიდი ქართული ქალაქიც აეღოთ, მაგრამ გიორგის ახალი ნასვენი ჯარები წავიდა შეტევაზე, უკან დაახევინა სომხებს და რომ არა ინგლისის ჯარის ჩადგომა ნეიტრალურ ზონაში ალბათ შეიძლება ძალიან შორს გადაერეკა ჩვენი მტერია რა. იგივე შეიძლება ითქვას აფხაზეთის საომარი კამპანიის დროს, სადაც უაფსე ძველი ნიკოფსია რა, იქანამდე გადარეგა მტერი. თურქები არაერთხელ შეაჩერა და თუნდაც სამშობლოს გულისთვის და სამშობლოს ინტერესების გულისთვის ბოლშევიკებთანაც კი თანამშრომლობდა რა. და ის ამბობდა კიდევაც რომ ჩემთვის არავინ არ არის მთავარი სალოცავი თუ არა ჩემი სამშობლო და მე ვარ არც მხოლოდ საქართველოს გენერალი ვარ. მხოლოდ სამშობლოს გენერალი ვარ. ახლა დამსახურების მიუხედავად გიორგი მაზნიაშვილის არაპატიეს, ალბათ ეს ერის სიყვარული არაპატიეს და ისევე როგორც არაერთი დიდი ქართველი, ისიც ტრაგიკულ ესე იგი 27 ეს რეპრესიებს შეეწირა. მეგობრებო, ეს ამბულად შეშეცანაჩნავი დღეა გენერალ რომელიც ჩვენმა თანამედროვეობა, ჩვენმა მეგობრებმა ეს სალამადად აღნიშნა ამბობს. ზედა გავშურებ ძალეს რომ გიორგი მაზნიაშვილი თვითმკვლელობასთან არის წინაპარი და მისი მევანდელი დღე, მისი ზეიმი და გახსენება მას ამჭირდება. იგი თავია და მისი სული დასაშია სხვა დიდ ქართულ გმირებთან ერთად. ეს დღე გვჭირდება ჩვენ ყველა თქვენთაგან, სამ პატარა ბავშვებს, რომლებიც აქ არიან, რომლებისთვისაც უცნობი იყო, ვინ იყო ეს პიროვნება, რა არის გმირობა, რა არის სამშობლოს სიყვარული. ეს ყველაფერი, რაც ხდება, ეს არის უდიდესი მონიზება, უდიდესი ქართული საქმე, არა მარტო სოფლის, არამედ ქვეყნის საქმე, რომელიც მოგონებას დაანაგვებს გმირობის პასს, იმ სამშობლოს სიყვარულის პასს. იმ თავგადების პასს, რაც გიორგი მაზნიაშვილმა გასასტუმრებო. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისათვის. 9 სექტემბერი ხომ ის თარიღია, როდესაც გიორგი მაზნიაშვილის სული მარადისობას შეუერთდა. მის გაგლებილ მკერდს ქართული მიწა ეფერება, ხოლო მისი სული დღესაც გვამხნევებს და იმედს გვაძლევს. თავს აღარ შეგაწყენთ, გეტყვით საკუთარ ლექსს. იყო იმედი, იყო რწმენა, იყო მიზანი. ბედის მწერალმა გაიმარჯვებ თუ ვარ მისანი. იყო წამება, იყო ტანჯვა, იყო გოდებაც. ცივი სიკვდილის შემდეგ იყო გმირის წოდება. აქ ამ კერაზე ქართლის დედა გირწევდა აკვანს. ამავ კერიდან გზა მიაწყდა შმორიან საკანს. წიათა ცეცხლში შენ სიკვდილის შიშის აქ გქონდა, კაცური რწმენით ბრძოლის ლელა მუდამ გაგქონდა. გული მართალი და ომების შვაგი სამყარო, გონია ახლაც გსურს წესრიგი რომ დაამყარო. ღვთიური მადლი აცისკროვნებს, მომავლის ვარსკვლავს და შენი ლოცვა, შენი სული მარადთან გვახლავს.
დაიცავით საქართველოს ისტორია, რაც არ უნდა გაგიჭირდეთ, გქონდეთ რწმენა, არასოდეს მიატოვოთ ეს ქვეყანა, არასოდეს უღალატოთ დედაენას და იმ რწმენას, რამაც დღემდის მოგვიყვანა საუკუნეს, ემატება საუკუნე დასასრულის, დასაწყისი ჯერ შორია, მოგიწოდებთ, შეიყვარეთ, უერთგულეთ, გააგრძელეთ საქართველოს ისტორია. Dre